ევროპის დღეები თბილისის შემდეგ ბათუმში იმართება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მემართა ევროკავშირის ელჩმა. პაվել ჰერჩინსკიმ განცხადებები მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც გააკეთა. მათ შორის მზია ამაღლობელის საქმეს გამოეხმაურა. ჰერჩინსკი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესებს ყურადღებით აკვირდება და იმედი აქვს, რომ სამართალი აღსრულდება. მისი თქმით, საქართველოში მრავალი აქტივისტის, პოლიტიკოსისა და ადამიანის მიმართ უკიდურესად არაპროპორციული განაჩენი დგება. რაც შეეხება მმართველი გუნდის ბოლოდროინდელ ბრალდებებს, ჰერჩინსკის განცხადებით ევროკავშირი სიამაყით უჭერს მხარს საქართველოს თითქმის 30 წლის განმავლობაში. არასდროს დაუფინანსებია ძალადობა და გმობს ძალადობის ნებისმიერ ფორმას. მაქვს პრინციპი არ გავაკეთო კომენტარი სხვების კომენტარზე. მე წარმოვადგენ ევროკავშირის პოზიციას. ევროკავშირი სიამაყით უჭერს მხარს საქართველოს თითქმის 30 წლის განმავლობაში. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა ძირითადად მთავრობას გადაეცა. თითქმის ნახევარი ყოველთვის მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისკენ. დანარჩენი გადაეცემოდა სხვადასხვა სამინისტრო, სხვადასხვა პროექტზე, რომლისგანაც სარგებელს იღებდა საქართველოს მოსახლეობა. ჩვენ გადავწყვიტეთ ხელისუფლების დაფინანსების შეჩერება ქმედებების და კანონმდებლობის გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ჩვენ გავაგრძელებთ რამდენადაც შევძლებთ ამჟამინდელ ძალიან შემზღუდველ კონტექსტში სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. ჩვენ არასდროს დაგვიფინანსებია ძალადობა. ჩვენ გმობთ ძალადობას ნებისმიერი ფორმით. ძალადობა მიუღებელი. ევროკავშირი ძალიან მტკიცედ დგას ღირებულებების, თავისუფლების და დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. ეს ღირებულებები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. საქართველოში ვხედავთ მრავალი აქტივისტის, პოლიტიკოსის, ადამიანის მიმართ უკიდურესად არაპროპორციულ განაჩენებს და მზია საქმე არის ნამდვილად გულსადგენი. ადამიანი უმაღლესი ჟურნალისტური სტანდარტებით დაპატიმრებულია დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში და ემუქრება 7 წლამდე პატიმრობა. ის იყო ყოველთვის კრიტიკული ყველა ხელისუფლების მიმართ. ის, რაც მან გააკეთა, არ შეესაბამება იმ განაჩენს, რომელიც შესაძლოა გამოუტანონ. ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლო პროცესის დასრულებას. თქვენ ნახეთ 2 დღის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია. ჩვენ ყველანი ვაკვირდებით ამას ყურადღებით და ვიმედოვნებთ, რომ სამართალი აღსრულდება. ევროკავშირის ელჩი ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებსა და საკანონმდებლო ცვლილებებსაც გამოეხმაურა. პაվել ჰერჩინსკის შეფასებით ხდება დრაკონული კანონების მიღება, რაც შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას. ჩვენ რასაც ვხედავთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს არის საშინელი ზეწოლა, სრულფრონტიანი თავდასხმა საჯარო მოხელეების და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ბევრი ადამიანი სამუშაოდან გაათავისუფლეს რეორგანიზაციის გამო. როდესაც საუბარია სამოქალაქო საზოგადოებაზე, არის მეტი და მეტი დრაკონული კანონი, რაც შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას. თქვენ აღნიშნეთ უცხოური აგენტების ტიპის კანონები. ჩვენ ადგილზე გვაქვს 2 ასეთი კანონი. ახლა არის მოთხოვნები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რომ გამოაქვეყნონ 3 სამუშაო დღეში, რაც მათ გააკეთეს წელიწად-ნახევრის განმავლობაში. მათ შორის არის მომხმარებლების პირადი ინფორმაცია. ჩვენ ამას განვიხილავთ უზარმაზარ გაუმართლებელ ზეწოლად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, რაც ძირითადად ახშობს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ეს ორგანიზაციები აკეთებენ. ეს აშკარად სამწუხაროა და ეს ფაქტობრივად ძირს უთხრის საქართველოს ძალისხმევას გაწევრიანდეს ევროკავშირში.